დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ივანიშვილის ხელისუფლების მიერ ევროინტეგრაციაზე ფაქტობრივი უარიდან დღეს 1 წელი გავიდა. ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 28 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ქართული ოცნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენებდა. ოპოზიციის შეფასებით 28 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე პერიოდი ერთი მხრივ ღალატის, რეპრესიებისა და უსამართლობის, მეორე მხრივ კი თავისუფლებისთვის ბრძოლის, სოლიდარობისა და ერთიანობის 1 წელი იყო. მათი თქმით, პროტესტი გრძელდება და ის ხალხის გამარჯვებით დასრულდება. უომარი ჩაბარების, კაპიტულაციის, ქვეყნის გადაცემის, რაღაცა დიდი მასშტაბური ღალატის განცდა, რომელიც მე პირადად გამიშთა და უამრავ ქართველს აბსოლუტურ უმრავლესობას გაუჩნდა 28 ნოემბერს 1 წლის წინ, ასეთი იშვიათი იყო. ასეთი განცდა ნამდვილად იშვიათია, რომ შენ ქვეყანას მთელი შენ მთავრობა ღალატობს და აბარებს იმ მტერს, რომ მტერთანაც, მინიმუმ უახლოესი 3 ათწლეულის მანძილზე 4ჯერ იომე. ძნელი სანახავი წელი იყო, მაგრამ ამავდროულად იყო იმედის წელი. იმედის წელი, რომ საქართველოში გაიზრდებიან და იზრდებიან მომავალი თაობები, რომლებსაც ეს ეროვნული განცდა არსად არ მისდით, არ დაუკარგავთ. 1 წელი გავიდა იმის შემდგომ, რაც აბსოლუტურად სხვა ფაზაში გადავიდა ქართული ხალხის ბრძოლა ტირანიის წინააღმდეგ. ეს არის უპრეცედენტო პროტესტი ჩვენ ქვეყნის ისტორიაში, უწყვეტი პროტესტი, მიუხედავად იმისა, რომ უპრეცედენტო იყო მათ შორის რეპრესიები, რომელიც განხორციელდა ამ წლის მანძილზე, მაინც არ გატყდა ხალხი, მაინც აგრძელებს პროტესტს, მაინც ათასობით ადამიანი იკრიბება ყოველდღე რუსთაველზე. ჩვენი ბრძოლა იქნება იქამდე, სანამ ქვეყანაში არ გაირკვევა ცივილიზაციურად, ჩვენ ვართ დასავლეთი თუ აღმოსავლეთი და გაირკვევა დარწმუნებული ვართ დასავლეთი და მათ შორის გაირკვევა ჩვენ სურს დემოკრატიული რესპუბლიკა თუ გვინდა ავტორიტარული სახელმწიფო და აქაც დარწმუნებული ვარ, რომ რა თქმა უნდა გაირკვევა, რომ დემოკრატიაში გვინდა ცხოვრება. კობახიძის ანტიევროპული განცხადებიდან 1 წლის თავზე ქართულ ოცნებაში კვლავ ამტკიცებენ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არა მათი, არამედ ევროკავშირის გადაწყვეტილებით შეჩერდა. ივანიშვილის პარტიის წევრების თქმით 2024 წლის 28 ნოემბერს მათ ეგრეთ წოდებულ deep state საქართველოს დაშანტაჟებისთვის საჭირო არგუმენტი ხელიდან გამოაცალეს. მოვისმინეთ ოფიციალური განცხადება წერილიც ვნახეთ, რომ მოლაპარაკებების თემა მანამდე იყო შეჩერებული, ვიდრე ირაკლი კობახიძე გააკეთებდა აღნიშნულ განცხადებას. თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენ ბევრჯერ ვთქვით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის დაიწყოს მოლაპარაკებები, მაგრამ აქ საერთოდ ამის ინტერესი არ გააჩნიათ, იმიტომ რომ პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს და ისინი ცდილობენ, რომ მაქსიმალურად აღნიშნული ევროინტეგრაციის გზა გამოიყენონ ქვეყანაზე ზეწოლისთვის, მთავრობაზე ზეწოლისთვის. თუმცა ბოლო 1 წლის განმავლობაში ქვეყანა კიდევ უფრო გაძლიერდა. არა მხოლოდ ზეპირი განცხადებების, არამედ უკვე წერილობითად ევროკავშირის წარმომადგენლის მხრიდან დადასტურებულია, რომ მოლაპარაკებები არა საქართველოს, არამედ ევროკავშირის მხრიდან იქნა შეჩერებული, რასთან დაკავშირებითაც განცხადება გააკეთა მათ შორის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც 28 ნოემბერს წინა წლის და ეხლა ეს ადამიანები, რომლებიც გარეთ დგანან, ან უბრალოდ ცდილობენ, რომ რეალობას თვალებში არ ჩახედონ, ან პირდაპირ არიან დაფინანსებულები და მართულები გარედან იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში როგორმე მინავლებული მუხტი რაღაცნაირად გასოს. არანაირი გზიდან გადახვევა, რა თქმა უნდა, არ არსებობს. თუ ეხლაც კი ვინმე წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც პირდაპირ მოლაპარაკებებს გახსნას, დიახ, ჩვენ ამდგებით და ხელს მოვაწერთ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ კობახიძის 28 ნოემბრის განცხადება საქართველოში დიქტატურის დამყარების პირველი ნაბიჯი იყო, რასაც რეჟიმის მხრიდან მალევე მოჰყვა სხვა რეპრესიული ქმედებები. საბოლოო ჯამში ეს არის განცხადება, რომელმაც დაძრა ქვეყანა დიქტატურისკენ. ჩვენ ამ 1 წლის განმავლობაში მივიღეთ უამრავი კანონი, რომელიც არის დიქტატურაში არსებული კანონები, მივიღეთ დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერები, აკრძალვის პირას მყოფი პოლიტიკური პარტიები, განადგურებული მედია, გარემო და არასამთავრობო სექტორი, ანუ რეალურად ეს იყო პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ ქვეყანაში დამყარებული იყოს სრული დიქტატურა. ამიტომ ყველა ეს ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ უბრალოდ ევროპისკენ სვლა დაპაუზდა და მე რა უშავს, საბოლოო ჯამში კარგად უნდა დაფიქრდეს და მიხვდეს იმას, რომ რეალურად ეს იყო დიქტატურისკენ სვლის დასაწყისი და ჩვენ მათ ჯერ ვერ მოახერხეს, რომ დიქტატურა ბოლომდე დამყარებული იყო, თუმცა ფაქტია, რომ ამას ცდილობენ ყველა ძალით. ამიტომ წინააღმდეგობა ამ რეჟიმის მიმართ და შეწინააღმდეგება არის არა უბრალოდ ევროპული მომავლის დაცვა,
პირველ რიგში არის საქართველოში იმის არ დაშვება, რომ დიქტატურა დამყარდეს. ივანიშვილის პარტიის გადაწყვეტილებას, რომელიც 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა, ქვეყანაში მასშტაბური დემონსტრაციები მოჰყვა. ოცნების ხელისუფლებამ პროევროპული აქციები რამდენჯერმე დაარბია. დააკავა ათეულობით დემონსტრანტი. პასუხისგებაში კი არ მისცა არც ერთი სამართალდამცავი, ვინც მოქალაქეებზე ფიზიკურად ძალადობდა. პარალელურად ივანიშვილის გუნდმა გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი არაერთი კანონი მიიღო და პროდასავლური ოპოზიციის აკრძალვის პროცესი წამოიწყო. ოპოზიციის ლიდერების დიდი ნაწილი, რომელიც წინა წელს რუსთაველზე ოცნების გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, ახლა ციხეშია. 28 ნოემბრის შემდეგ დემონსტრაციები თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში ყოველდღიურად იმართება. მოთხოვნები უცვლელია. დაინიშნოს ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები.